ქერჩი სრული ქაოსია. ყველა ვინც მატარებლით ყირიმის მიმართულებით მიდის, მატარებლებს აჩერებენ. და ხალხი იქიდან გამოდის და უკან ბრუნდება. ეს ქერჩია. თელეგამი აფეთქებები და ხანძრები იყო. უკრაინული უპილოტოები და რაკეტები სულ უფრო ახლოს მიდიან ყირიმის ხიდთან. დღეს ღამით რუსები ჩიოდნენ, რომ პირდაპირ ყირიმის ხიდის თავზე მუშაობდა რუსეთის ოკუპანტების სააერო თავდაცვა. მაგრამ დათმები და აფეთქებები ისმოდა ყირიმის ხიდის ორივე ნაპირზე და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ქერჩი და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პორტ კავკასში. უკრაინული უპილოტოები და რაკეტები ისე ურტყამდნენ იმავე ლოგისტიკურ კვანძებს, რათა სრულად გადაეკეტათ ქერჩის სრუტე. ამავე დროს ოკუპირებული უკრაინის სამხრეთის გავლით, ეგრეთ წოდებულ სახმელეთო კორიდორის ტერიტორიაზე, ოკუპანტების მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია და დღეს უკრაინის დაზვერვა მაჩვენა ბოლო კადრები იმისა, თუ როგორ იქ ლოგისტიკური მომარაგება სრულად ხდება. და ამ ყველაფრის ფონზე დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ახლავე განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან. როგორც ჩანს, ამის მიზანია, რომ როგორმე შეაჩერონ, ან სულ მცირე პაუზა დაადონ ამ მასიურ შეტევებს უკრაინის მხრიდან. როგორც ამბობენ, ცოტა შეაკეთონ თავიანთი პრობლემები და შემდეგ ისევ გააგრძელონ ომი, რადგან არავის ჯერა კრემლის მშვიდობიანი განზრახვების. მოდით ამ გამოშვებაში ახავეთ ხელყვალზე განვიხილოთ, როგორ მოხდა, რომ დღეს ოკუპირებული ყირიმის ნახევარი სრულიად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. და რატომ იზრდება ახლა დარტყმები რუსეთზე? და დღეს ომის კვლევის ინსტიტუტმა თავისი პროგნოზი გააკეთა და ამბობს, რომ მომავალში ეს დარტყმების რაოდენობა უბრალოდ გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება და გაიზრდება. აი ესე. ასევე განვიხილავთ შედეგებსაც. რა თქმა უნდა, შედეგებს, რაც ყირიმში დათმამს მოხვა. აქ როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა ოდნავ შეიცვალა, რადგან დარტყმა თბო ელექტროსადგურზე განხორციელდა. აი ესე. ხლის შემდეგაც ყირიმის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაფერს თანმიმდევრულად განვიხილავთ. მე ალექსეი პეჩუარ. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, დაწევთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, უკრაინული უპილოტოები აგრძელებენ მასიურ თავდასხმებს ოკუპირებულ ყირიმსა და კუბანზე, რათა საბოლოოდ გადაკეტონ კერჩის სრუტით გამავალი მთელი ლოგისტიკა. როგორც ცნობილია, მანამდე უკრაინულმა უპილოტოებმა თავდასხმა გადახორციელეს ქერჩის პორტზე და პორტ კავკასზე მეორე მხარეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ასევე ცნობილია, რომ მინიმუმ 3 ბორანი კერჩენის გადმოსასვლელზე ასევე მოხდა თავდასხმის ქვეშ. ამ ღამით დარტყმის ქვეშ მოექცა დიდი ელექტროქვესადგური, ნასოსნაია 2, საბჭოთა რაიონში. ობიექტზე ნამდვილად მოხდა ხანძარი. ეს ჩანს NASA Firms-ის თანამგზავრული სურათებიდან. ასევე იუწყებიან, რომ დარტყმა მოხდა კიდევ ერთ ქვესადგურზე, რომელიც ამარაგებს სატომს სადგურს. ჩრდილოეთით მდებარეობს სოფელი ნიკოლაევკა. დარტყმის შედეგად ევპატორიაში კრასნოიარსკის, კრასნოპერეკოპსკის, საქსკის, ჯანკოის და კრასნოგვარდეისკის რაიონებში დილიდანვე შეინიშნება ელექტროენერგიის გათიშვები. ფაქტობრივად ცნობილია, რომ ასე ვთქვათ, ნახევარი ყირიმი დღეს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენზინი გასამართ სადგურებზე საერთოდ არ იყიდება. ამასთან ერთად კვირაში მეორე დაიბომბა ნავთობბაზა ქერჩის საზღვაო პორტში, რომელიც სხვადასხვა ჯერ კიდევ არ ჩაუქრავთ 21 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ. ასევე დაზიანდა ნავთობის სარემონტო ტერმინალი კავკასიის პორტში, კუბანზე. ორივეგან გაჩნდა მასშტაბური ხანძრები. ასევე დაზიანდა ნავთობპროდუქტების გადატვირთვისა და შენახვის კომპლექსი, TES ტერმინალი. ეს არის დიდი პორტული ლოგისტიკური კომპლექსი ქერჩში, რომელიც განკუთვნილია ნავთობპროდუქტებისა და გათხევადებული გაზის შესანახად და გადატვირთვისთვის. ასევე დიდი ხანძარი გაჩნდა თბო ელექტროსადგურზე არშინცეოს რაიონში, ქერჩში. ასევე იყო მოხვედრა მაზუთის რეზერვუარში, მაზუთის საცავში. და დაამტვარი კონტეინერის კვამლის ნაკადი თითქმის 50 კილომეტრზე გაიწელა. ცეცხლი ასევე დაფიქსირდა ქერჩში შესვლისას და ბაგეროოს დასახლების მახლობლად, რომელიც ქალაქიდან 15 კილომეტრშია, სადაც განთავსებულია რუსეთის საჰაერო თავდაცვის კომპლექსების პოზიციები. S-300 და S-400. მოკლედ, ეხლა უკრაინის შეიარაღებული ძალები პორტებსა და ნავთობაზებზე დარტყმების გარდა რუსულ საჰაერო თავდაცვასაც ანადგურებენ. გარდა ამისა, ქერჩში სამხრეთის სარკინიგზო სადგურზე ხანძარი. დაახლოებით დილის 7 საათზე ქერჩის ხიდზე მოძრაობა სრულად შეაჩერეს, რადგან მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირდაპირ ყირიმის ხიდის თავზე რაღაც ჩამოაგდეს.
რუსეთის საერო თავდაცვა აქტიურად მუშაობდა. ასევე აფეთქეების შედეგად ცეცხლი გაჩნდა არაბათის ისარზე, სადაც რუსეთის ნაწილები არიან განლაგებული. ეხლა ჩნდება ინფორმაცია, რომ ისინი იქიდან ნელ-ნელა ევაკუირდებიან და გარბიან, მაგრამ წინ არ გავასწრებ მოვლენებს. უბრალოდ აღნიშნავ, რომ ეხლა უკრაინელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ნელ-ნელა რუსები იწყებენ გადაადგილებას ოკუპირებული ნახევარკუნძულის სიღრმეში, შორს უკრაინის მატერიკულ ნაწილისგან. სიმფეროპოლში იუწყებიან, რომ დაიწვა მაღაზიები და სახელოსნოები სავაჭრო ქსელ დობროცენის საწყობებთან ახლოს. აი ეს. და ამის შემდეგ ანექსირებულ ყირიმში ღამის თავდასხმის შედეგად. ცნობილია, რომ სერიოზული ზიანი მიადგა დიდ ელექტროსადგურს საბჭოთა რაიონში, რის შემდეგაც ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხები დაიწყო ნახევარკუნძულის დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში. აი ესე. ეს გამომდინარეობს ოფიციალური განცხადებიდან, რომელიც გაავრცელა კრიმენერგომ და სადაც საუბარია ციტატა ტექნოლოგიურ დარღვევებზე ელექტროსისტემებში. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ ეუპატორიაში ბანკების ფილიალებთან უკვე იწყება რიგების დაგროვება, რადგან ადამიანები ცდილობენ ნაღდი ფულის გამოტანას ბლექაუტის ფონზე, რადგან შემდეგ ეს უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. კრიმენერგოს მონაცემებით, ელექტრომომარაგება უნდა აღდგეს 24 საათის განმავლობაში. აქ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ კვირას პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების სერიის შემდის შემდეგ განაცხადა დარტყმებზე ყივიმის ხიდის ორივე მხარეს მდებარე ობიექტებზე. მათ შორის ზღვის ლოგისტიკის ელემენტები ნავთობის ტრანსპორტირებისთვის კრასნოდარის მხარეში და ნავთობაზა ქერჩში. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მიხაილ ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმს რუსეთიდან წყვეტენ. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. ყირიმის იზოლაცია ხდება დრონების საშუალებით და ასე ჩანს, რომ უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძულად გადაიქცევა, რაც შეიძლება ძალიან მოულოდნელ შედეგებამდე მიიყვანოს რუსებისთვის. როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს დარტყმების მიყენება ყირიმის ხიდის ორივე მხარეს, კერძოდ კრასნოდარის მხარესა და კერჩში, და მას შემდეგ რაც კერჩის საბორანე გადაყვანის მუშაობა დაირღვა და შეჩერდა, რუსებმა დაიწყეს რჩევების მიცემა თავიანთ მომწოდებლებისთვის. ანუ ისინი ვინც ბენზინს, პროდუქტებს და ასე შემდეგ გადააყენონ. ყირიმში არიან, რომ ყივიმის ხიდით არ გამოიყენონ კერჩის საბორანე გადაყვანა, არამედ იმოძრავონ ოკუპირებული უკრაინის მატერიკულ ნაწილზე, სამხრეთით. ასე წოდებული სახმელეთო კორიდორით ყირიმში, მაგრამ იქაც უზარმაზარი პრობლემებია. და დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერო სამმართველოს მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მათ გაანადგურეს რუსული სათვირთო მანქანები, რომლებიც თვირთებს გადაჰქონდათ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის გავლით ყირიმში. აი ჩვენმა გუროვცებმა აჩვენეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სადაზვერო სამმართველო ატარებს ოპერაციას ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. დარტყმის ქვეშ მოხდა სათვირთო მანქანები, რომლებიც ასე წოდებულ სახმელეთო კორიდორზე გადაჰქონდათ თვირთები ყირიმში. ვიდეოზე დაფიქსირებულია რამდენიმე მტრის ტექნიკის განადგურება. ასევე იუწყებიან, რომ დარტყმები მიაყენა დრონებმა, რომლებიც ეკუთვნის ქვედანაყოფს შორი მოქმედების საავიაციო დრონები. ეს ის ქვედანაყოფია, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერო სამმართველოსთან არის მიერთებული. ამასთან დაკავშირებით დღეს ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინა აგრძელებს გაზარდოს თავისი საშუალო და შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის ინტენსივობა და მანძილი. რუსული ოპოზიციური გამოცემები უკვე აანალიზებენ უკრაინის დარტყმების კოორდინატებს, ოკუპანტების სამხედრო ტექნიკასა და ლოგისტიკაზე.
ანალიზის შედეგებით 2026 წლის მაისსა და ივნისში უკრაინის დარტყმების საშუალო სიღრმე მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ადრე სამიზნეები ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში გაანადგურდებოდა, ახლა საუბარია რუსული ჯარების ზურგში ათეულობით კილომეტრზე. ფრანგმა ოსინდ ანალიტიკოსმა კლემენტ მოლინმა ვიდეო ჩანაწერები დაადასტურა, რომ 2026 წლის მაის-ივნისში უკრაინამ რუსულ სათრეთოებზე მინიმუმ 500 დარტყმა მიაყენა. მაისის პერიოდში, თქვათ, შეგრძნებების სახელმწიფოს წარმოდგენაზე, როგორც მულტააკადემიკოსი. Данные подтверждают еще მაის-ივნისში წლის დასაწყისიდან უკრაინული დარტყმების სიღრმე. და მაისში უკრაინული ძალები განსაკუთრებით აქტიურად უტევდნენ რუსეთის დაჯგუფების უკანა რაიონებს, ულიაიპოლისა და ორეხოვის მიმართულებებზე. დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა M14 გზის მონაკვეთები როსტოვი-ტირიმი, დონეცკის ოლქის კი სამხრეთ-დასავლეთსა და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთში. გარდა ამისა, ივნისში ამ მიმართულებებზე შეტევების ინტენსივობა შემცირდა, რადგან ფოკუსი ოდნავ გადაიცია. ამავე დროს უკრაინელმა სამხედროებმა აქცენტი გადაიტანეს დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქსა და კირიმზე. ასევე გაფართოვდა დარტყმების კამპანია რუსეთის ჯარების უახლოეს უკანა რაიონებამდე, პოკროვსკის, კონსტანტინოვსკის და სლავიასკის მიმართულებებზე. და ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა მაისში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშუალო მანძილზე მინიმუმ 210 დარტყმა მიაკენეს, ხოლო ივნისში 155 ასეთი დარტყმა. ეს არის ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობა. ეს არის ის, რაც ვერიფიცირებულია, დამტკიცებულია, ვიდეო ჩანაწერით არის გამყარებული და ასე შემდეგ. вот. გარდა ამისა, იზრდება უკრაინული დრონების ფრენის მანძილიც. დახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ივნისს განაცხადა, რომ ახალი უკრაინული დრონები Firepoint-მა ახლა უკვე 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარე მიზნები დააზიანა. ეს იყო ტიუმენის ოლქში, როდესაც დრონმა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ასევე ომის კვლევის ინსტიტუტი რამდენიმე საინტერესო ციფრს ასახელებს. ანალიტიკოსების გეოლოკაციური მონაცემების მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა აპრილში მინიმუმ 18 დარტყმა მიაყენეს რუსეთის ნავთობის ობიექტებს. მაისში 33 ასეთი დარტყმა, ხოლო ივნისში 28 დარტყმა. დღევანდელი მდგომარეობით. ანუ თქვენ გესმით, რომ ასეთი დარტყმების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამ ყველაფრის ფონზე დღეს იქ ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, Федерации выступал. საჯაროდ გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთი ამ წუთას მზად არის დაბრუნდეს მშვიდობის მოლაპარაკებებზე უკრაინასთან, მაგრამ ინწერტილი და სადაც თითქოს ყველაფერი შეჩერდა. იმისთვის, რომ გავამხარო აზრი, რომ ლავროვის მსგავსებს ამ რუსულ დაუბანელ და გაველურებულ არსებას არასდროს არ უნდა ენდოთ. უბრალოდ ბოლოს გადმოგითარგმნით მოკლე ვიდეო ფრაგმენტს, სადაც ის ჟურნალისტებს პასუხობს. იემენიდან, რომლებმაც დღეს მას კითხვა დაუსვეს. ის იქ ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას კომენტარს აკეთებდა, აცხადებდა, რომ აშშ-მა და ისრაელმა უპროვოცირებლად დაიწყეს გაუმართლებელი ომი ირანის წინააღმდეგ. და როდესაც იემენელი ჟურნალისტები მას კითხვებს უსვამდნენ, მან მათ შემდეგნაირად უპასუხა. არის მსურველები. იხდნენ. უკვე ცუდი არ არის. იემენი გისმენთ? არა, ყველაფერი უკვე ჯანდაბაში წავიდა. აქ სამწერტილს დავშვამ, თქვენი აზრი და დასვენები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიცდეთ ლაიკის დაჭერა. ეს ყველაფერი იყო, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით. სუბტიტრები გააკეთა დიმა ტორზოკმა.